საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. ძლიერმა ქარმა ზარალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტსაც მიაყენა. ქარმა სახურავები გადახადა სახელოვნებო სკოლას და დევნილთა დასახლებას დაზიანდა კერძო სახლებიც. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, მას გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია ითვლის. წალენჯიხის გამგებელი ყველა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას პირდება. დღესვე დაზარალებული ოჯახები ქართული ოცნების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს. ის მხარე, სადაც სახელოვნებო სკოლაა და ოთახებია და კლასებია, სადაც ინსტრუმენტები დგას, ფორტეპიანოები დგას, იქ მთლიანად აწვიმს და მთლიანად გადახტილი არის სახურავი. ძლიერი ქარი იყო, ქარბორბალა იყო, ახადა სახურავი, არ გაგაჩნია იმის საშუალება, რომ ჩვენ ეს გადავხუროთ. ჩვენ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც გამოცხადებულ რეჟიმში, 20 საათიან რეჟიმში მუშაობს. ზარალის ოდენობა ამ წუთისთვის დათვლილი არ არის, ამაზე ეტაპობრივად ყოველთვის შემოდის ახალი განცხადებები, სოფლის ბუნებულები და ყველა სამსახური ჩართულია ამაში.